დღემშვიდობისა რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას ჩვენ რადიომედის სტუდიაში კინორეჟისორს ბატონ გოგა ხაინდრაუს მასმეძლობ გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ გოგასთან ერთად მიმდინარე გლობალურ პროცესებს მიმოვიხილავთ, რომლის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარეკლია ის დღევანდელი ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელიც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის სახელით გაიხსნა უნგრეთში, მიმდინარეობს და ჩვენ ვიხილეთ ამ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა სიტყვით, რა თქმა უნდა, მასპინძელი ქვეყნის პირველი პირი ორბანი და ასევე ალბათ სასიგნალო ღირებულებისა იყო პოლიტიკური თვალსაზრისით ის, რომ კონფერენციის მონაწილეებს და არა მხოლოდ ვიდეო ფორმატში მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ჩემი მიერ ჩამოთვლილი სამივე პოლიტიკური ფიგურის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო. თქვენ დარწმუნებულიო უსმენდით, ადევნებდით თვალს და აი ეს ერთ-ერთი სიგნალია წრის შეკვრისა, ასე ვთქვათ. ევროპულ სივრცეში ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ის მოცემულობა, როდესაც ანაცვლებენ კონსერვატორები, რესპუბლიკელები, დემოკრატებს, ლიბერალურ ფასეულობებს. რისი პირველად ისიოც, თავდაპირველადვეც ორბანის მეშვეობით, მე მგონი, იგრძნობოდა ევროპის სივრცეში და ეს სიო უკვე მე მგონი მინიმუმ ნიავით ქარის ფორმატში გადადის. ფაქტია, რომ მოცულობა იზრდება. თქვენი შეფასებით, თქვენი ანალიზით აი ეს კონფერენცია რამდენად შეიძლება იყოს კიდევ უფრო აქსელერატორის ფუნქციისა, მაგალითად, როდესაც იგივე ევროპაში კონსერვატიული ძალები მეტად ჩაანაცვლებენ ლიბერალურს და საერთოდ რას გვაძლევს ეს მოცემულობა? დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს საუფლო დღესასწაულია. ამაღლება და ყველას გითლოცავთ და მინდა თქვა, რომ შემთხვევით ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება. ყველაფერი კანონზომიერია და ჩვენი ერთგულება, რაც დღეს გამოჩნდა პრემიერ კობახიძის სიტყვაში, არაერთხელ ხაზგასმით, ერთგულება უფლისადმი, რწმენისადმი, იმ ფასეულობებისადმი, რომელსაც დგას საქართველო ყოველთვის იდგა და იდგება. და არა მარტო საქართველო, არამედ მთელი ევროპა და საერთოდ დღევანდელი ცივილიზაცია, რასაც ევროატლანტიკურ სივრცეს ეძახდნენ და ყველაფერი იდგა რწმენაზე. აი ამ ერთგულებამ რწმენისადმი მიუხედავად ურთულესი ჟამისა, რაც საქართველოს არაერთხელ ასე ვთქვათ ჩამოწვა ეს მეგრული პადრიშვა საუკუნეებს, შუა საუკუნეებს, მერე ვთქვათ მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი. სამ საუკუნეს რუსეთი საქართველოს ოკუპაციით იწყებს 1800 პირველი წელი, 1921 წელი და 2008 წელი, ხო? ამიტომ და სხვებს აღარ გავიხსენებ, იმიტომ ზოგთან მეგობრობთ დღეს, ზოგთან ურთიერთობებს ვალაგებთ, ამიტომ ისტორია ესეთია, კაინმა აბელი რაც მოკლა, იმის მერე ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს, ასე რომ აქ არაფერი ისეთი რა ხდება დღეს, ისეთი რაც მთელი აი ამ კაცობრიობის მუდმასთან არ მოსდევს, ეგეთი რამე არაფერი არ ხდება. ისტორიისთვის იშვიათი სამწუხაროა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი დონის, თქვათ, მე მადლობელი ვარ უფლის, რომ მოვესწარი ამ დღეს, იმიტომ რომ ესეთი სუვერენობის და ესეთი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ხარისხი, როგორც დღეს არის საქართველოში, საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა და დღევანდელი დღე და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ამაღლებას, ასე ვთქვათ, დაემთხვა, ხო, ეს არ არის შემთხვევითი, რა ყველაფერი კანონზომიერია და ყველაფერი უფლისგან მოდის. ის ხედავს ყველაფერს და დღევანდელი გამოსვლა ირაკლი კობახიძის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეს იყო ძალიან მყარი, ძალიან ღირსეული და თავში დარწმუნებული ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა. რაც მან ილაპარაკა, ამას ვერ გაბედავს შემთხვევით. პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც უბრალოდ დაპატიჟებულია იქ და ვთქვათ რაღაცა მაგასაც აძლევენ 3 წუთს თუ 5 წუთს ალაპარაკოთ. ეს იყო საპროგრამო სიტყვა იმ ფასეულობებიდან გამომდინარე, რამაც შეკრიბა ეს ადამიანები და რატომაც მიმართა პრეზიდენტი ტრამპის მიმართვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ხაზგასმით, ასე ვთქვათ, მეტყველებს იმაზე, რომ გადანაწილება ხდება, გადათამაშება ხდება მსოფლიოში, დამთავრდა ეს ყოფილი ეს ანგლო-საქსური ევროატლანტიკური ცივილიზაცია დამთავრდა იმ ფორმით, რა ფორმაც მიიღო ბოლოს. მე მაგათ პორნოლიბერალიზმს ვეძახი. საბოლოოდ პორნოლიბერალიზმად გადაიქცა, იმიტომ რომ აბსოლუტურა ანტიადამიანური
ასე ვთქვათ, მოძღვრებები, მცდელობები, მიმართულებები, ანტიადამიანური. ღმერთმა შექმნა თავის ხატად, ხო, ადამიანი, ქალად და კაცად და მორჩა. ან შენ ამის გჯერა და შენ ასე ხარ, ამის მიმდევარი ხარ, კაცობრიობის განვითარების ამ გზის მიმდევარი ხარ, ან შენ სადღაც სხვა სამყაროში იმყოფები და ჩვენ საერთოდ ცოტა გვაქვს, არაფერი არ აქვს, იმიტომ მე წარმოუდგენელია იმ ადამიანებთან ურთიერთობა და იმ ადამიანებთან რაღაცა საერთო აზრის პოვნა, რომელიც იძახიან, რომ 25 სქესი და გენდერი არსებობს, ხო? ნუ ეს ხო სიგიჟეა აბსოლუტური. ჩვენ ხო ვიცით, რომ ესეა. მეცაც იძახიან ახლა. ამას წინათ გერმანიის დეპუტატის გამოსვლა ვნახე, ძალიან საინტერესო, ამას წინათ შარშანი იყო, მე მგონი, სადაც ის ასახელებდა იმ ასე ვთქვათ გენდერებს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია სხვადასხვა ჯგუფებს. და ეს იყო რაღაცა გაუთავებელი სია, ხო, აბსოლუტური შიზოფრენია და ამ შიზოფრენიის ყველაზე ასე ვთქვათ, თავდასხმის, აი ამ წარმოუდგენელი შეტევის ობიექტი საქართველოს შეიქმნა და საქართველოს ამას გაუძლო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო უნდა იყოს. ჩვენავად ერი, რომელმაც გაუძელით აი ამ მასიურ შეტევას პორნოლიბერალიზმის, ხო? ყველა მხრიდან ამერიკა ბაიდენის ადმინისტრაციას წარმოუდგენელი, ეს არის ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა, შეძლებს თუ არა ტრამპი ამერიკის გადარჩენას დღეს კიდე კაცმა არ იცის. რასაც ჩვენ უყურებთ, ამაზე მეტყველებს. შენ წარმოიდგინე, რა სამი მოსამართლე შეიკრიბა და თქვა, რომ იმას ტრამპს არ აქვს უფლება, რომ ტარიფები დააწყოს. ეს გესმის სადამდე არის მის, ვინ ეკითხება მოსამართლეს ტარიფების საკითხს, ხო? ერთი და იგივე სასამართლოში, მე მგონი მენის შტატში, ერთი და იგივე კოლეგიის ერთ სამმა წევრმა ერთი გადაწყვეტილება მიიღო ერთ საქმეზე და იგივე საქმეზე მეორე სამმა წევრმა. ამიტომ იქ არის თუ გავითვალისწინებთ, რასაც ჩვენ უყურებთ აქ. აი თქვათ აი აბსოლუტურ, ნუ აი რა გითხრა რა, ესეთი უთავმოყარეობა, რაც ჩვენ ამერიკის საელჩოდან ვხედავთ დღეს. ხო, რისი მომსწრენიც ვართ. აი რაც დავინახეთ, რომ 22-ში იყო მოთხოვნა შეხვედრის და უარი ითქვა, ხო? 23, 24, 25, 26, 27. 28-ში კეთდება, ამასთან განცხადება კეთდება, მაშინ როდესაც წინა დღეს 27-ში ტრამპმა მოულოცა საქართველოს და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე და ეს 6 დღე რატო იყავით ჩუმად? რას ნიშნავს ეს, რომ ერთ მარცხენა ხელმა არ იცის მარჯვენა რას აკეთებს? როდესაც ვენსი აცხადებს და ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა იმ საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და ჰქონდა გამოსვლა, სადაც თქვა, რომ დაამთავრდაო ეს ამერიკის გაუთავებელი მცდელობებიო სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი თავისთვის ასე მოსარგები ხელისუფლებების მოყვანა და რეფერადი რევოლუციები დამთავრდაო ამერიკის პოლიტიკაში ეს სამუდამო. ეს deep state-ი, რომელსაც აი ეს ბეცები აქვს რაღაცას ქუჩაში რო დარბის და deep state-ი ხო არ გინახია და ხო არის სტრაფერის არის რა სიმაღლეა რა წონა აქვს. ხო? ამაზე ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ. ამაზე ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ლაპარაკობს 100 კაცი გაუშვეს ეროვნული უშიშროების საბჭოდან. უნივერსიტეტებში რა ხდება, წარმოიდგინეთ, ესე იგი პრაქტიკულად გაუჩერეს დაფინანსება, იმიტომ რომ ეს ბუდე ამ პორნოლიბერალიზმის მარქსისტთან, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირს დაემსგავსა. ბაიდენის ამერიკის შეერთებული შტატები დაემსგავსა საბჭოთა კავშირს მაგის ხელში, იმას რასაც ჩვენ შახინები, ეს ვილსონები, ეს სამარცხვინო კაცი ხუთკაპიკად გაყიდული წარმოიდგინე, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. აგერ ამასობაში ტრამპის განცხადებაც მოვისმენთ ჰარვარდის უნივერსიტეტთან მიმართებაში, რომ უნივერსიტეტისგან მოწვეული სტუდენტები 15% კი ბატონო. გავანახევროთო. ხო და ხო და არა მე ესე ჩვენ ახლა იცით როგორ ჩვენ ეს ინფორმაციული ვაკუუმი რა სადამდე აი რატო ვამბობ რომ საბჭოთა კავშირამდე ცენზურა შემოიღეს წარმოიდგინე ეს ფონდერ ფაიზერი რა ეს რა ქვია ფაიზერთან ქალბატონი აი გამოდის და იძახის რომ ცენზურა უნდა პირდაპირ ღიად ლაპარაკობს რომ ცენზურა უნდა დავაწესო უჩვენოთ არანაირი ინფორმაცია არ უნდა გადიოდეს არც თქვათ იმ ქსელებში და არც თქვენ წარმოვიგინეთ რად გადაედა ეს გარყნა მოიტანა გადაგვარება მოიტანა ამ ბიუროკრატიულმა
რა თქმა უნდა და ჩვენ არერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ ჩვენ არანაირად არ ვაიგივებთ ერთმანეთთან ევროპელ ხალხებს და ევროპულ ბიუროკრატიას. ევროპული ბიუროკრატია პირველ რიგში აზიანებს ევროპელ ხალხებს. ის პირველ რიგში ეს რაც გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში პირველ რიგში დარტყმა არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ქართულმა საზოგადოებამ ეს აღიქვა როგორც არა დარტყმა ქართულ სახელმწიფოზე, არამედ როგორც დარტყმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იმიტომ როგორ შეიძლება რომ წინა დღეს პრეზიდენტის განცხად დღესაც არ გამოუქვეყნებია, წარმოიდგინე. მალავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მალავს პრეზიდენტ ტრამპის მილოცვას. წარმოგიდგენია ეს აბსურდი სადამდე არის მის. გამოდის საქართველოს პრეზიდენტის აპარატს რო არ გამოექვეყნებინა ვერც გავიგე. ასე და მეორე დღეს გამოდის ეს ვინ არიან ეს წარმოიდგინე რის უფლება მიცეს თავის თავს თან ცნობილია რომ ეს ელჩი აქ არ არის ახლა ხო ამერიკაშია. ვინ გაბედა ამის დაწერა და ამის გაცხადება. ჯერ ეს ერთი იმდენი ჭკუაც არ აქვს სიბეცის დონე წარმოიდგინე რომ უარი გითხრა შეხვედრაზეო მე რა გიხარია. რას ამაყობ რო არ იგითხრა შეხვედრაზე უარი იმიტომ გითხრა რომ იქცევი როგორც ბეცი დაკარგე აბსოლუტურად აი ის ფორმა რა ფორმითაც მიმდინარეობს დიპლომატიური ურთიერთობები ხო ქვეყანაში ხარ ჩასუსტუმარი ხარ იმ ორ ვიგინდარაზე აღარ ვლაპარაკობ ევროკავშირის და გერმანიის ისინი ელჩები არ არიან საერთოდ მაგრამ შენ ამერიკის შეერთებული შტატები ხო ეხა ხარ ქვეყანა რომელსაც სოფლიო პატივს უნდა წემდეს ყოველ შემთხვევაში შენ უნდა გინდოდეს რომ ეს ხდებოდეს და ისეთ რამეს რატო აკეთებ რომ საქართველოში ქართველი ხალხი პატივს არ წემს ამ დაწესებულებას და იმის მერე რაც რამდენჯერმე იკადრეს მე ვთვლი რომ აი ბოლშევიკების დროს რევკომები რო იყო რა რევოლუციური კომიტეტი აი მათ გადაიქცა რა და არც მალავს ამას 3 წელია ზედიზე ცდილობენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ამას აღარავინ აღარც მალავს ჩვენ ამას ვხედავთ პირდაპირ ხო რომ ამის მცდელობა არის ამის დაფინანსება მიდიოდა ხო 340 თანამშრომელი ყავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში ხო წარმოგიდგენი აქედან 60% დაზვერვის ხალხია დარწმუნებული ვარ მაგრამ რა დეგრადაცია მოხდავთ ხო თქვათ ამ სახელმწიფოში და ამ სტრუქტურებში რომ ისიც კი ვერ დაადგინეს რომ ლაკა ხოშტარია ვერ იქნება ქართველი ხალხის ლიდერი ისევე როგორც ნიკა გვარამეა ისევე როგორც ხაზარაძე ვერ იქნებიან უბრალოდ ესე იგი შენ წარმოიდგინე სადამდე არის აი უნარები დაცემული აი ამ ადამიანების რომ ისიც კი ვერ გამოიკლიეს 30-35 წლის განმავლობაში საქართველოში რომ ვის შეიძლება დაეყნო შენი ვთქვათ ინტერესების განსახორციელებლად ეს ინტერესები რომ ბოროტია ჩვენ ამაზე შესახებ თვითონ ვენსი ტრამპი ლაპარაკობენ ხო რომ ეს ბოროტი ინტერესები იყო რასაც USAID ახორციელებდა ის ხო მარტო საქართველოში არ ხდებოდა სერბეთი რუმინეთი უნგრეთი პოლონეთი ნახე რა ხდება საერთოდ ყველგან ხო იქ ყველგან არის ამერიკის საერთო ჩართვა აუცილებლად და კისინჯერს აქვს ნათქვამი რომ ნუ ეხლა რატო არ მოხდა არასდროს გადატრიალება ამერიკაში იმიტომ რომ ამერიკის საელჩო არ არისო იქ ხო და იმიტომ არ მოხდა რა თან ისეთი ადამიანისგან როგორც კისინჯერი იმის არ იყოს რომ მეგობრობა ეს მტრობაო ამერიკის ძალიან სახიფათო არა მაგრამ მეგობრობა მომაკვდინებელი ამას ჩვენ ხო არ ვიძახით მე და შენ ეს ყველაფერი იქიდან მოვიდა ისევე როგორც deep state იქიდან მოდის ხო დიახ და აი ამ ყველაფრის ფონზე ალბათ ორ კითხვას გავაერთიანებ რომ დარჩენილ დროში მოსწროთ და მიპასუხოთ ბატონო გოგა ჩვენ ნახეთ ბატონო კობახიძის განცხადება სადაც რამდენიმე გზავნილი იყო ასე ვთქვათ რამდენიმე ასპექტზე აქცენტი მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო მის გამონათქვამზე რომელიც ერთის მხრივ აი ეს პლატფორმაც ევროპაში მიმდინარე ეს კონფერენციაც გამოიყენა იმის საქმელად რომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ისევ მტკიცედ დგას, მაგრამ ისე რომ ღირსებასა და სუვერენიტეტს არ დავთმოთ და ასე ვთქვათ ორმაგ სტანდარტების გამო არ იდენტობა პოლიტიკურ ასე ვთქვათ კეთილგანწყობაზე თუ ასე დამოკიდებულებაზე არ გაიცვლება. ეს ერთი გზავნილი, რომელიც კიდე ხმამაღლა იყო და პრინციპში არაფერი ახალი არ არის. და ჩვენ აი ამ ყველაფრის მოცემულობის ფონზე გვაქვს ჩვენი შიდა პოლიტიკური სივრცე, რომელსაც ასევე თქვენ ვთქვათ სუბუქად ისაუბრეთ.
ერთის მხრივ დიდ პოლიტიკაში მიმდინარეობს ის პროცესი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსულია ეს გლობალური პოლიტიკური ტრენდი, რასაც რესპუბლიკელების, კონსერვატორების დომინანტობა ქვია. ახლა ამ პროცესის გამწობის რა პერსპექტივას ხედავთ ევროპაში, იმიტომ რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი იგივე ევროპულ ბიუროკრატიასთან მომავალი ურთიერთობის მოცემულობა, გარდა ინდივიდუალური ქვეყნებისა, როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში უნგრეთია და აი ამ ყველაფრის ფონზე ჩვენთან პოლიტიკური შიდა პროცესების წარმართვას როგორ ხედავთ? ნუ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არაფერი შესასვლელი ევროპაში არ გვჭირს, ჩვენ ევროპის დამფუძნებლები ვართ. ევროპა თუ არის, რაზეც დგას ევროპა, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ამის მატარებელი ბაირაღი ხელში 2000 წლის განმავლობაში ვართ ჩვენ, ქართველები, ხო? და ეს რეგიონი საერთოდ კავკასია, საიდანაც განივწო ევროპა. ეს წმინდა ვთქვათ ეხლა მეორეს გეტყვი, არანაირი მომავალი ევროკავშირს არ აქვს. ამიტომ ევროკავშირმა იდარდოს ეს რაც იქ ხდება და არა ჩვენ. ევროკავშირის მომავალი არ აქვს, ეს ორგანიზაცია დაიშლება აუცილებლად. რა ფორმას მიიღებს ეს რა საქმეა? კავშირები ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში უამრავი შექმნილა და იშლება. ეგ თავისთავად ცხადია. არც ერთი კავშირი სამუდამო არ არის, იმიტომ რომ ინტერესები არ არის სამუდამო და აქ აღმოჩნდა ამ კავშირში რომ არა თუ ინტერესები არ არის სამუდამო, არამედ ისეთი წინააღმდეგობრივი ურთიერთობებია. დღე არ გადის რომ კორუფციული სკანდალის მოწმენი არ გახდეს ევროკავშირი. დღე არ გადის ესეთი. ბრიუსელის სასამართლომ პირდაპირ ჯერ ამხილა ფონ დერ ლაიანი იმაში. ხე შენ წარმოიდგინე საგარეო საქმეთა მინისტრი რო იქნება კაია კალასი. ხო? ნუ ეხა ან და თავდაცვის მინისტრი არის კუბილიუსი წარმოიდგინე. და რასა იუნკევიჩიანი ეს ბოროტების განსახიერება ჯერ ნუ წარმოუდგენელი ამ როგორ შეიძლება რომ აი ამ ფიგურებისგან, ამ პერსონაჟებისგან შემდგარმა ორგანიზაციამ იარსებოს. ის დამთავრებულია უკვე. მით უმეტეს ისეთ ფონზე რომ გამოჩნდნენ ისეთი ლიდერები ევროპაში, როგორც არის ორბანი მაგალითად, ხო? ან როგორც არის ფიცო, რომელსაც იმის მერეც კი რაც მისი ასე ვთქვათ ლიკვიდაცია მოინდომა deep state-მა, ხო? ისევე როგორც რა შეტევა მიდის, ვთქვათ ნებისმიერ რუმინეთში რა გააკეთეს წარმოიდგინე. მიუხედავად ამისა, იქ წინააღმდეგობა ძალიან დიდია და ეს ქვეყნები ასე ვთქვათ, ხო? ეს ქვეყნები ამ ქვეყნებს ხوارძინავთ, ხალხს ხوارძინავთ. ისე როგორც ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და წარმოიდგინე როგორი რამდენად ასე ვთქვათ ღირსეული სახე მიიღო ამ სახელმწიფომ რომ ირაკლი კობახიძემ ამ სიტყვით მიმართვა გაბედა მთელი მსოფლიოს გასაგონად, ხო? ის რაც მან თქვა ამას, ეგრე მარტივად არ არის ამის თქმა, ესეთი შეტევა, ვთქვათ, ბიუროკრატიაზე, მსოფლიო ბიუროკრატიაზე, ამერიკიდან დაწყებული და ევროპით დამთავრებული, რაც მის გამოსვლაში იყო ღიად, დაუფარავად. რამდენი ფაქტი ახსენა, ხო? ჯერ 4 რევოლუციის სტელობა მარტო საქართველოში. ხო? ეს მეტყვილებს იმაზე, რომ ის, ასე ვთქვათ, სისტემა და ის კონსტრუქცია, რომელიც აქამდე იყო, დამთავრდა, ის აღარ არის. და ამის ყველაზე დიდი მანიშნებელი იყო, ნუ, აი როგორ არ ვახსენო, ეხლა წარმოიდგინე, მამა აბრამის ბაკკანი არავინ არა 70-იან წლების წარმომადგენელი ვარ, როდესაც აი ეს სექსუალური რევოლუციები და ეს ნარკოტიკული რევოლუციები დაიწყო იქ იმეებში სიარული ჰოლანდიებიდან ის რაც ჩვენ თელმა მსოფლიომ ნახა ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის პირველი პირები კოკაინს ყნოსავენ უკრაინიდან წამოსულები იმაში მატარებელში. ეხლა გესმის რა, ეხლა ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი, ეს არ არის მათი პიროვნული აქ ლაპარაკი არის წარმოიდგინე სადამდე არის დაცემული ბიუროკრატია. აი ის რომელსაც პრეტენზია ჰქონდა რომ მართავენ ევროპას. რისი მართველები არიან? რა უნდა მართონ მაგათმა? ხო? და ამის ასე ვთქვათ გვირგვინი ვთქვათ აი ამ აბსოლუტური კრახის, ხო? რომელიც განიცადა და ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბაიდენის ადმინისტრაციამ საერთოდ დღეს იმის იუსტიციის სამინისტრომ დააყენა საკითხის გამოძიება მიდის საერთოდ ბაიდენი მართავდა თუ არა ქვეყანას და ბაიდენი რო ქვეყანას არ მართავდა მაგას ლაპარაკი რა თუნდა ამას არაფერი გამოძიება არ ჭირდება ამას რამდენიმე კადრს გაჩვენებ აგერბი მაქვს ამაში არქივში სადაც ჩანს რომ კაცი ჭკუაზე არ იყო საერთოდ საკუთარი ცოლის სახელი არ ახსოვდა და ამერიკა როგორ უნდა და ამაზე დადგა საკითხი ვინ მართავდა მაშინ ამ ქვეყანას ვინ დაიწყო ომი მაშინ ხო ესე იგი გასაგებია რუსი რო ოკუპანტია ეს იცი როგორ დონეზეა რა აბა რუსეთი რო გასაგებია რუსეთი ყოველთვის ესეთი იყო სხვანაირი არასოდეს არ ყოფილა სუომშია რაც არსებობს იმის მერე სუომობს
და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია რუსეთის. ამიტომ ნუ გველა მაგრამ გასაგები იყო აბსოლუტურად, რომ ტიპმა ულტიმატუმი დააყენა, რომ ამ შემთხვევაში მე დავიწყებ ომს, იცოდეთ. ხო? მიუშვეს, დაიწყე და დღესაც წარმოიდგინე, ეს მერცი ხო, ნუ ეხლა წარმომავლობით საიდანაც არის, მე არაფერი არ მეკვირს, ხო? იგივე ამ ფიშერს რო უყურებ, ხო? ის ნაციზმი მაგათში არის, ეგენი ფაშისტები არიან დღესაც. იმიტომ რომ მაგათ არენანებათ ადამიანის სიცოცხლე. მერცს არენანება უკრაინელები, აც ფიშერს არენანება უკრაინელები და არ ჯონსონს, რომელმაც ჩაშალა მოლაპარაკებები სტამბულში. მან ჩაშალა დღეს ხო ვიცით უკვე. და წარმოიდგინე რა დღეში ჩააგდეს, ის ჩვენი ახლო ქვეყანაა, მე მთელი ახალგაზრდობა უკრაინაში დავდიოდი და უკრაინელები, მაგრამ თქვა რა, მართალია ნაწყენი ვარ ძალიან. როგორც ყველა ჩვენთაგან იმ უმადურობის გამო, რასაც ისინი იჩენენ. ხო, ქართველ სპორტსმენს უკრაინელი სპორტსმენი ხელს რო არ ჩამოართმევს, ხო? იქ ჩემთვის ასე ვთქვათ, ბევრი რამე არის ნათელი ხდება. მაგრამ რას უშვებიან ამ ქვეყანას? ნატომ ომი წააგო რუსეთში სამარცხვინოდ. იმიტომ ცდილობს ახლა ტრამპი გაწევას გვერდზე და ვთქვათ აი ამ სამშვიდობო პროცესს მართავს ყველანაირად, მაგრამ უკვე განაცხადეს, რომ თუ არ იქნება ჩვენ გავიწევით გვერდზე და თავში ქოაგიხლიათ. იქ ვინც ახართ, ხო? ეს მერცები, სტერცები და ეს ისინი რობაკი ბუქობს ეს საფრანგეთის პრეზიდენტი. რისი მეომარი ხარ ერთი ჯარი ნახე მაგათი LGBT დროშები დადიან, იქით-აქეთ კაც და კაც ვერ გაარჩევ ერთმანეთში. რა უნდა იომოთ მაგათმა ჯარმა, არ გადამრიო. ისტორია ნაუ, სხვა თუ არაფერი, ბისმარკი მაინც წაეკითხა და მოესმინათ, ის გონიერი კაცი იყო. დრებს რას ამბობს, ხო? ისტორიული გამოცდილება ნახეთ ომების, ხო? და შედეგი რა არის? შედეგი არის კატასტროფა, ადამიანური კატასტროფა. სწორს იძახის ტრამპი, რომ ეს გაუთავებელი ხოცვა-შლეტვა მიმდინარეობს, არ უნდა დამთავრდეს და რისი მეომრები ხარ? რის რაკეტებს აძლევ დილას რო გაიღვიძებ და ნახევარი ბერლინში რო ისევ ის რუსი ტანკები იდგებიან, მე სად მიდიხარ? თუ მე შენ გეტყვი ახლა ის რა ქვია ვერ გაბედავს რა და მოერიდება ძალიან, ხო? ხო უნდა გესმოდეთ ვისთანა გაქვს საქმე. ის მედვედევი ტყილა კი არ ლაპარაკობს. ის მედვედევი იმას ლაპარაკობს, რასაც ოფიციალური პროპაგანდა რუსეთის არ ლაპარაკობს რა. ხო თქვა რომ გაიღვიძებ და აღარ დაგვდება თქვენი სამყარო. ესე იგი ეს მინიშნებაა. მე მაგის დარდი მაქვს, იმიტომ გვერდზე ვართ, მეზობლები ვართ, ხო? აქვე ხდება ყველაფერი. ბირთვული ომის პირას დგას დღეს სოფლიო და ეს ევროპა, ეს ბიუროკრატიული ევროპა, თავისი ამ ფონდერ ფაიზერებით და ამ მაკრონები და იმი ყველანაირად და ეს გერმანელი მაინც ჭკუა ხო უნდა კონდეს. დღესაც ამ რუსული ტანკი დგას ბერლინში და გაიხედე ცოტა იქი და ჭკუას მოუხმე რა. ვისთანა გაქვს საქმე, რა შედეგი შეიძლება მიიღო? იწურება ამასობაში სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დროს. მადლობა. და თქვენი ისტორია ახსენეთ და დღეს სხვათაშორის 29 მაისი 1453 წლისა არის ის დღე, როდესაც ბიზანტიის კონსტანტინოპოლი დაეცა. იმხელა იმპერია, რომელიც საერთოდ სხვა ხიდი იყო ჩვენთვის ქრისტიანულ სამყაროსთან და მე ჩვენ ვიცით როგორ იცვლება გეოპოლიტიკა და რამხელა ბარიერი აღიმართა ჩვენთვის და როგორ სიმარტოვეში აღმოჩნდით. აი მაგით დავიწყეთ ჩვენ რა, ყველაფერი სიმბოლურია, შემთხვევით არაფერი არ ხდება. იცი რატო დაეცა? გარყვნილებამ დასცა. როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა განმოაცხადა, რომ ჩემი ცოლი ეჭვ გარეშეაო, რასაც ეჭვი არ შეიძლებაო მიიტანოთ. აი მაშინ დაეცა გარყვნილებამ, დეგრადირებამ დასცა ბიზანტიის იმპერია, იგივე ხდება დღეს ევროკავშირში. დეგრადირებამ და გარყვნილებამ დასცა ეს ევროატლანტიკური სივრცე. არა ხალხები, არა ქვეყნები, არამედ აი ეს ბიუროკრატიული, იქაც ბიუროკრატიამ დასცა. ბიზანტია ბიუროკრატიამ დასცა და არა ხალხმა, რომელიც ამ იგივე ხდება აქ და ძალიან სიმბოლურია, რომ ისიც დაეცა და ესეც დაეცემა უეჭველი. როგორი კონსტრუქცია იქნება ახალი სამყაროში, მაგას ვნახავთ. ფაქტია, რომ ეს იმ ეპოქის კონსტრუქციული გადათამაშება იყო და დღესაც კონსტრუქციული გეოპოლიტიკური გადათამაშების ეპოქაში ვართ. განსხვავება იმაშია, რომ დღეს ახალ პოლიტიკურ უკაზე საქართველოს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. უკვე არის და ჩვენ ამას ვხედავთ ყველაფერში. წინა შეხვედრაზეც თუ ნახე, ყველა მიდიოდა და ირაკლისთან მიდიოდნენ ხელის ჩამოსართმევად. საქართველოს პრემიერ-მინისტრა. თურქეთის პრეზიდენტიც კი ერდოღანი, რომელიც მამათ ეკუთვნის. ეგ არის პატივისცემის ნიშანი. ყველა მიხვდა, რომ ამ ქვეყანას პატივი უნდა წენ. იმიტომ რომ თავისი აზრიც აქვს, თავისი წესიც აქვს, თავისი წარსულიც აქვს, აწყობს და რაც თავარია მომავალი.
მადლობა. აი ხა. კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო ჩვენი სტუმარი და მასთან დიალოგი აერთება რადიონის Facebook-ზე.